სლოვენიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სლოვენიის პრეზიდენტს შეხვდა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა შეხვედრა დელეგაციებთან ერთად გაფართოებული ფორმატით გამართეს. გიორგი მარგულაშვილმა კოლეგა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოზე მიაწოდა ინფორმაცია. საქართველოს პრეზიდენტმა სლოვენიის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი მარგულაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ 2016 წლის ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე სლოვენიელი დამკვირვებლები ფართოდ იქნებიან წარმოდგენილი. პირველ რიგში ეს არის ის სტაბილური მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ სლოვენიისგან საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე. ეს არის ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებები და ამ თვალსაზრისით მე მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ პრეზიდენტს ჩვენი ქვეყნის სტაბილური მხარდაჭერისთვის. სლოვენია არის საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერი ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა სწორედ განიხილეს კიდევ უფრო მეტი აქტივობა სლოვენიის კიდევ უფრო მეტი ჩართულობა საქართველოს მხარდაჭერის მიმართულებით. ამავდროულად საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას, ტურისტულ ურთიერთობებს, რომელიც ამ ეტაპზე სამწუხაროდ არ გვაქვს შთამბეჭდავი, თუმცა არის მთელი რიგი პოტენციალი.